რეალურად დაპირისპირებას ქმნის ის, რომ როგორც კი სასამართლოში ადამიანების რაოდენობა უბრალოდ იმატებს და ხვდებიან, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს ამა თუ იმ კონკრეტულ პროცესზე, ამა თუ იმ კონკრეტულ პატიმარს, ეს მათთვის უბრალოდ მიუღებელია, ხდებიან ეგრევე აგრესიულები და ძალის გამოყენებით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სასამართლო დარბაზი, რომელიც რაც ჩვენ უფლებაა, რომ იქ ვიყოთ, იქ ვისხდეთ, ვიდგეთ, ვიდეოები გადავიღოთ და დავაკვირდეთ პროცესს როგორც შეგვიძლია, იმიტომ რომ იცით რომ ძალიან რთულია პროცესებზე რაც ხდება, იქიდან სიმართლის გამოტანა ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა რა დავაკვირდეთ პროცესებს თუნდაც მედიის საშუალებით და ასე შემდეგ. მე რომ მივედი დაახლოებით 4:30 იყო, იქ უკვე დაწყებული იყო დაპირისპირება, ან მე შუა დაპირისპირებაში შევედი სასამართლოში, არც კი ვიცი რატომ შეგვიშვეს საერთოდ. აი ჩვენს შემდეგ უკვე თითქმის აღარავინ აღარ შეუშვიათ, პირიქით გამოყრაზე იყვნენ. უკვე იყო საშინელი ჩოჩქოლი ჭყლეტვა, დავინახე ჩემი მეგობრები, მათ შორის გოტა შემეშინდა, რომ ის ყოველთვის არის ყურადღების სამიზნე და შემეშინდა, რომ რამე არ დაეზიანებინათ, ჩავრთე კამერა და შევეცადე, რომ პროცესები გადამეღო. ამ დროს თვალსა და ხელშუა ვიღებდი ისეთ ძალადობას, რომ საერთოდ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამაში შევდიოდი სასამართლოში, არც ვიცოდი რა ხდებოდა. ქალებს აი პირდაპირ ეჯაჯგურებოდნენ, მოათრევდნენ, ზოგი კედელთან იდგა, ზოგი იჯდა, ანუ ძალით აყენებდნენ ძალიან ძლიერი ძალის გამოყენებით გვაწვებოდნენ, გვჭყლეტდნენ, რამდენჯერმე დავეცი, იმიტომ რომ პლატფორმაზე მეცვა ღია ფეხსაცმელი და მიბრუნდებოდა ეს ფეხი და რამდენჯერ დავეცი, იმდენჯერ მეკონა რა უბრალოდ ზედ გადამივლიდნენ და ადგომის საშუალებასაც არ გაძლევდნენ, ისე გეკაჩებოდნენ. ბოლოს კუთხეში ვიყავით 3 თუ 4 გოგო და სულს ვითქომდით, იმიტომ რომ ახალი გამოსულები ვიყავით ამ ჭყლეტვიდან და ზოგი წყალსგვარს წმევდა, ზოგმა კორსიზი მოგვაწოდა და მართლა სულს ვითქომდით, იქაც მოგვვარდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ დაგვეტოვებინა დარბაზი და კითხვაზე, რომ რატომ უნდა დავტოვოთ დარბაზი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აქ ყოფნის უფლება, პასუხი არ ჰქონდათ და არც თვლიდნენ საჭიროდ, რომ საერთოდ რამე აეხსნათ ჩვენთვის, პირდაპირ ძალადობის გამოყენებით ძალით გვაგდებდნენ შენობიდან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა და უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ როგორც კი ლოყა უწითლდება რომელიმე ოცნების მხარდამჭერს, ჩვენ იმ წუთასვე ციხეში ჩავჯდებით. ანუ არა თუ ჩვენ ძალადობის მსხვერპლები ვართ, თავსაც ვერ ვიცავთ, იმიტომ რომ ეს ასეთი შემთხვევების кейსები არსებობს და ამიტომ ეს თავის დასვა შეიძლება დაგვიჯდეს რამდენიმე წელი ციხედ. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ასეთ დროს საერთოდ ყოფა. შემდეგ უკვე რაც საერთოდ ყველანაირ საზღვრებს გასცდა ძალადობისას, ჩემი აზრით, იყო ბოლო ხელისყვრა. ანუ როდესაც გამომაგდეს ბოლო დაცემულზე უკვე ფეხსაცმელი გამძრო და ფეხსაცმლის ჩაცმის შესაძლებლობაც არ მომცეს. ისე გამომაგდეს და ეს ფეხსაცმელი შემდეგ ვიღაცამ ესე შემომაჩერჩა ხელში. ეს უბრალოდ მოვტრიალდი და დავინახე, რომ ძალიან ბევრი პოლიციელის გარშემო ვდგორი, იმიტომ რომ მე რო შევედი პოლიციელები საერთოდ არ იდგნენ ეთყობა. ამის შემდეგ მოვიდნენ და შემოbrunდი აი ერთ-ერთი პოლიციელისთვის მინდა და მომეყოლა რა მოხდა გარეთ. მეც ხო როგორი მიამიტივა რომ გონია რომ იმას საერთოდ აღელვებს. და ამ დროს ერთ-ერთმა მანდატურმა მთელი ძალით კრახელი და დამახეთქა ქვის იატაკზე. ეს საერთოდ რატომ გააკეთა? ანუ რა აღკვეცა? ამას ალბათ ტყუილითაც ვერ მოიფიქრებს, იმიტომ რომ უბრალოდ ვიდექი, ალბათ 2 წამის გამოსული გარეთ პოლიციელს ველაპარაკებოდი ფეხსაცმლით ხელში. კრახელი და დამახეთქა. ამას უყურა 50-მდე პოლიციელმა შეიძლება მეტმა, ამას უყურა ლაშა სალუქვაძემ, რომელსაც მე ვიდეოც არის გადაღებული, როგორ თხოვ რომ მოიმოქმედოს რამე. არავინ არაფერი არ გააკეთა, პატრულში დავრეკე, არ მოსულა ეს პატრული და შემდეგ საფარის იურისტის დახმარებით ორშაბათს დაბარებული ვარ სპეციალურ საკამათოებრივ სამსახურში და მაინტერესებს მათ პასუხი.